დღის მთავარი თემები და სიახლებით პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური სტუდიაში ნინო კაბანეძე მუშაობს საღამო მშვიდობისა. საპროტესტო აქცია რუსთავის ქალთა მეხუთე სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალპატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი განცხადებით უკვე რამდენიმე დღეა 5 მსჯავრდებული ქალი შიმშილობს და ციხის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებებს აპროტესტებს. როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, პატიმარ ქალებს პირადი ჰიგიენის ნივთები ჩამოართვეს და წყლის სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სასჯელ აღსრულების სამინისტროს პრეს-სამსახურმა გააკეთა. საპროტესტო აქცია ეძღვნება ქალებს, რომლებსაც ჩამოართვეს პირადი ჰიგიენის ნივთები და გაუთიშეს წყალი. სოზარ სუბარი გამოვიდა და იძახის თვითონ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი გააკეთებს კომენტარს, რომ ვითომ ეს იყო 2 დღით. სინამდვილეში ეს გრძელდება უკვე 2 კვირა და კიდე სავარაუდოდ იძახიან, რომ 2 კვირა მაინც გაგრძელდება. შეუძლებელია ქალისთვის, გინდა ციხეში მყოფი ქალისთვის ელემენტარული ჰიგიენის საშუალების მოსპობა, ჩამორთმევა და უწყლოდ დატოვება. ეს არის არაადამიანური მოპყრობა ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უმეტეს ქალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ისინი ადამიანებად ითვლებიან. სოლიდარობას უცხადებთ პატიმარ ქალბატონებს, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმაში მშვილობას მიმართეს. ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი დღე, ისევ გრძელდება ამ ბინძურ სისტემაში, ისევ ბინძური ხერხებით გასწორება პატიმრების მიმართ. ეს არის ვაფიქსირებ, რომ ერთხელა სამუდამოდ უნდა იყოს აკვეთილი და მოუწოდებ მინისტრს. ნუ ეძებს ტრებს გარეთ, ტრები ყავს შიგნით და მიხედოს აი ამ ტრებს შიგნით, რომლებიც აი ესეთი პრობლემებში აგდებენ პატიმრებს. არ ყოფილა არანაირი პრობლემა და ეს 2 კვირა უწყლობა ნამდვილად არ არის ასე. არის რაღაც გარკვეული წესები, რომელიც ყველა ციხის, ყველა საპატიმრო დაწესებულებისთვის არის ერთნაირი. ამ წესებს იცავს ყველა ციხის ადმინისტრაცია. შეიძლება ამის ფარგლებში ვეცდათ ჩამოერთვა, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში უკანონოდ და ესე რომ ისინი განსხვავებული არ ყოფილიყვნენ, ასე არ მოხდებოდა. ციხეში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, როგორც სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაშია მითითებული, ქალთა ციხეში ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი სადამსჯელო ღონისძიებები არ გატარებულა. სახალხო დამცველი პირადად ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენლობას და როგორც ცნობილი გახდა დაწესებულებაში, წყლის მიწოდის შეწყვეტა და სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა. სახალხო დამცველის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსჯავრდებულთა განმარტებით ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი ზემოაღნიშნული შეზღუდვის შესახებ და ამით მათ რაიმე სახის პრობლემა არ შექმნიათ. გაგარინის ქუჩის 2 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ქალაქის ხელმძღვანელობას დახმარებას თხოვს. საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები 92 ოჯახი კორპუსის სახურავის გადახურვას ითხოვს. როდის მოგვარდება აღნიშნული პრობლემა და რა საცხადებენ ქალაქის მერიაში, ნახეთ თამთა ცირამოს სიუჟეტში. გაგარინის 2 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა შენობის გადახურვას ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით შენობის მდგომარეობა დღით დღე უარესდება და მაშინ მცხოვრები ოჯახებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ადგილობრივი მაცხოვრებლები დახმარებას რუსთავის ხელმძღვანელობისგან ითხოვენ. იქნებ რაღაცნაირად გამოყოს ბიუჯეტში შეიქმნას რაღაცა მოსახლეობისთვის, რომ გადაგვიხურონ, დაგვეხმარონ, თუ არ დაგვენგრევა ეს ზამთარში ეს კორპუსები. 4-ში ისეთი წვიმა მოვიდა, რომ იძულებული გავხდი, რომ 2 შვილით გაუქცეულიყავი აქ. ძალიან გთხოვთ ვილმეს. სანამ აქ არ შეეწირა ჩვენ ან დიდები, ან ჩვენი შვილები ამ ამბავს დროზე გვიშველეთ და ამ წელს გადაგვიხურეთ ეს ჭერი. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი რუსთავის მერის მოადგილემ დავით ცხირწლაძემ გააკეთა. მისი თქმით, წლევანდელ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება ვეღარ მოხერხდება, თუმცა მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში აღნიშნული საკითხის გათვალისწინება უკვე დაგეგმილია. სამწუხაროდ მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში აღნიშნული მისამართი არ არის. გავითვალისწინებთ ამ პრობლემას და მომავალი წლის ბიუჯეტისთვის დავგეგმავთ და შევასრულებთ. რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და 2014 წლის განმავლობაში საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. რუსთავის 35 ბაღიდან გამოსახლებული 6 სოციალურად დაუცველ ოჯახს უკვე 3 დღეა რაც ღია ცის ქვეშ გათენება უწევთ. აღნიშნულ ფართიდან ოჯახების გამოსახლება სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო მოხდა, სადაც დევნილების შესახლება იგეგმება. როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, ისინი ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
წუხელი წვიმა იყო. ღია ცისქვის გავატარეთ, არც ცელოფანი, არც არაფერი. გავხედავთ წვიმა წამოიწყებს თუ არა, ეგრევე დაცვის თანამშრომლები დადგებიან კარაიბებში, როარ შევიდეთ. სოციალურ უცელები ვართ, არ მოხვედეს და ტონილებს ყველანაირ ალტერნატიულ ფართებს აძლევენ და ასახლებენ ყველგანა და ჩვენ ვთქვით, აი ეს 6 ოჯახი ტონილის სტატუსი მოგვანიჭონ. რუსთავის იურიდიული დახმარების ცენტრი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამსახურმა 5 თვის განმავლობაში უფასო იურიდიული დახმარება 400-მდე რუსთაველს გაუწია. იოსებ შველიძის განცხადებით, მოქალაქეები სამსახურს ძირითადად ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკითხავენ. შველიძის თქმით, იურიდიული დახმარების ცენტრს ადგილობრივები ალიმენტთან და განქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტების შედგენისთვისაც მიმართავენ. მოსახლეობას აბსოლუტურად უფასოდ ვემსახურებით იურიდიულ საკითხებში, რაც გამოიხატება როგორც ზეპირი კონსულტაციის მიცემაში, ასევე განცხადებების შედგენაში, ასევე სარჩელების შედგენაში ან შესაგებლების შედგენაში უკვე სასამართლოსთვის. ამ 5 თვის განმავლობაში დაახლოებით 320 მოქალაქემ მოგმართა სხვადასხვა პრობლემით. ძირითადი პრობლემები ლომის წილი ეს არის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები და საოჯახო საკითხები. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება მხატვარ ალექსანდრე თოდუას გამოფენას უმასპინძლა. ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოფენილი ნამუშევრები მწერალ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებით საღამოს მიეძღვნა. რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც უმასპინძლებს. ბიბლიოთეკაში მისულ სტუმრებს მხატვრების გამოფენის დათვალიერება ყოველ დღე შეეძლებათ. რუსთავის მწერალთა კავშირი აკეთებს ეს ამ შეხვედრას ბიბლიოთეკაში დაუთმეთ მწერლები ჩვენთან არიან მოგეხსენებათ და ძალიან საინტერესო ლამაზი შეხვედრაა და ვფიქრობ რომ ალბათ ეს გაგრძელდება. ერთი თვე ვემზადებ იმისათვის რომ მივუძან ხალბატონ თინათინ მღვდლიაშვილს. ეს არის ძალიან ეროვნული პოეტი, მთელი საქართველოსთვის ცნობილი, მისი ლექსებით მრავალი მუსიკალური ჰანგები გაჟღერებული, ეს ვეონაყება საამაყო პოეტია. თბილისის ჭადრაკის სასახლემ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ქალთა და კაცთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშებას უმასპინძლა. ტურნირში, რომლის ფონდიც 35,000 ლარს შეადგენდა, 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორ მიმდინარეობდა ჩემპიონატი და ვინ გახდა გამარჯვებული, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასს რუსთაველი მოჭადრაკე დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე დაეუფლა. გრანდიოზულ ტურნირს, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა, ლუკამ 9 შეხვედრა ჩაატარა და დამატებითი მაჩვენებლით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ყველაზე დაძაბული პარტია გამოვიდა პირველ ნომერთან, რეიტინგ ფავორიტთან, რომელიც იყო ესპანეთიდან, დიდოსტატი. გამოვიდა ნიჩია, მაგრამ ძალიან დაძაბული იყო პარტია ბოლომდე. გადამწყვეტი პარტია იყო ბოლო ტური, სადაც რომელი მოჭადრაკეც მისრევდა ნახევარი ქულით, მას ფეხი დაუწდა, ნიჩია გააკეთა, ბოლო ტურში მე გავიმარჯვე და ამან განაპირობა ჩემი პირველ ტურზე გასვლა. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება ტრადიციული ტურნირია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად ტარდება, თუმცა წელს ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. პირველობისთვის 10 ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები იბრძოდნენ, მათ შორის 18 დიდოსტატი იყო. ტურნირი გამოვიდა საკმაოდ კარგი, იმიტომ რომ კარგად იყო ორგანიზებული, კარგი მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი, როგორც გვახსენეს ყველა ქვეყნიდან ჩამოსულები დიდოსტატები და ნამდვილად კაი ტურნირი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის გამარჯვებული სენიორებშიც გაირკვა, სადაც წარმატებით კიდევ ერთმა რუსთაველმა მოჭადრაკემ რობერტ ლომიძემ იასპარეზა. 150 მონაწილეს შორის სენიორების ასაკში გამოდიოდით 10. ერთი მე ვიყავი რუსთაველი, 9 თბილისელი. 4 მონაწილეს აღმოგვაჩნდა ერთნაირი ქულები, 9-დან 5 ქულა. შემდეგ აქ ჩაერთო საქმეში დამატებითი მაჩვენებელი, ანუ კოეფიციენტი. მე აღმოჩნდა მესამე შედეგი. დამაჯილდოვეს შესაბამისი პრიზით. ტურნირის გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ დააჯილდოვა. ლუკა პაიჭაძეც კი თასი პირადად ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა.
რუსთავის მეტალურგის მეტოქე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვე ფინალურ ეტაპზე ფოთის კოლხეთი იქნება. გუნდები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ კენჭისყრაზე დაწყვილდნენ. მეტალურგსა და კოლხეთს შორის პირველი მატჩი 25 სექტემბერს ფოლადის სტადიონზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი ოქტომბრის ბოლოს შედგება. ნაკლებად სასურველი მეტოქეა. ახლა რა თქმა უნდა ჩვენს მოვეკიდებით სრული პასუხისგებლობით ამ თამაშს. ფოთი სავარაუდოდ ის გუნდია, რომელიც უნდა დაბრუნდეს უმაღლეს ლიგაში. რა თქმა უნდა ადვილი თამაში არ გვექნება, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის სრულიად კონცენტრირებული და მობილიზებული გავალთ. მით უმეტეს რომ პირველი თამაში სახში გვაქვს და შევეცდებით რომ აქვე გავარკვიოთ ბევრი რამე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ვაზენში მეოთხე ქუეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქუეითი ბრიგადის 31 ბატალიონის და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქუეითი ბატალიონის სამხედროები უკვე მზად არიან ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად. ქართულ სამხედროებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ. მან ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდები წარსულში ნასამართლები ერთი პირი დააკავეს. სამართალ დამცავმა მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 122 აბი ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი და ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში მცხოვრები წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცავებმა დააკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის AKM-ის მოდელის ავტომატი 2 მჭიდი და 98 ცალის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დააკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მოქმედ სასტუმრო პარადაისის და საუნა გზა 2020-ის დროებით მფლობელებს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 4 ბრალდებული სასტუმროებში ოთახებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში მოქმედი სასტუმროებისა და საუნების დროებით მფლობელებს ბრალი პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 4-ვე ბრალდებული თბილისში სასტუმრო პარადაისში და საუნა გზა 20-ში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ. ქრონიკა უცხოეთის სიახლეებით განაგრძობს გამოშვებას. ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ მოლაპარაკების საწარმოებლად სირიაში რუსი და ამერიკელი დიპლომატები ჩავიდნენ. გამოცემა კომერსანტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სირიაში შესაძლოა რუსი სამხედროები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნონ. რუსული გენშტაბის ინკოგნიტო წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კონსულტაციები სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის შესახებ უკვე დაწყებულია. სირიის პრეზიდენტი კი მზად არის ქიმიური არსენალი გადასცეს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მის განადგურებას საკუთარ თავზე აიღებს. შეერთებული შტატები მზად არის დაუშვას ირანის ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ოფიციალური თეირანი მისი მშვიდობიანი მიზნების შესახებ უტყუარ მტკიცებულებებს წარადგენს. ამის შესახებ საუბარი ოფიციალურ წერილშია, რომელიც ბარაკ ობამამ ირანის პრეზიდენტს გაუგზავნა. ამის პარალელურად სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ. და ბოლო სოციალურ ქსელ Facebook-ის ღილაკი მომწონს მომხმარებლის სიტყვის თავისუფლების ფორმა დაღიარეს. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ მიიღო. განაჩენში ნათქვამია, რომ ღილაკზე ხელის დაჭერა საკუთარი აზრის დაფიქსირების ტოლფასია. სასამართლოში სარჩელი ვირჯინიის შტატის შერიფის ყოფილმა მოადგილემ შეიტანა, რომელიც სამსახურიდან ხელმძღვანელის კონკურენტის გვერდის მოწონების გამო გაათავისუფლეს. პარალელურად გამოცემა Daily Mail წერს, რომ უკანასკნელ პერიოდში Facebook-ზე რეგისტრაცია 11 მილიონმა ადამიანმა გაუქმა. მიზეზი ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებული ცნობა გახდა, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების სადაზვერვო ბიურო ინტერნეტ თვალთვალს ახორციელებს.
ახლა კი დრო ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. Წალკაში დღისით +22, ღამით +9 გრადუსი სითბო მოსწავლნელი, თეთრ წყალში ჰაერი დღისით 24 გრადუსამდე გათბება, ღამით 12 დვანიში დღისით 23, ღამით 9 გრადუსი სითბო. ფორნში დღისით ასევე 29 გრადუსი, ღამით 6 გრადუსი, მანიუში დღისით 28, ღამით 17 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, თბილისში დღისით 28, ღამით +17 გრადუსი სითბო, გარდამაში დღისით 29, ღამით ასევე +17. რაც შეეხება ჩვენს ქალაქს, დღისით +29, ხოლო ღამით ტემპერატურა +17 გრადუსი სითბო იქნება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. მშვიდობიან ხამეს გისურვებთ. მე შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.